სუსმა ოცნების ირანთან კავშირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოკითხვაზე დაიბარეს თინა ხიდაშელი, გუბა სანიკიძე და გიორგი კანდელაკი. არც ერთი მათგანი მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვს. დღეს ირანის საკუთარი ცუდის აქციელის გამო ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს, აანონსებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, გარდაუვალი სიკვდილისა და განადგურების წინაშე აღმოჩნდებიან ის ადამიანები და ადგილები, რომლებიც აქამდე სამიზნედ არ განიხილებოდნენ. ტრამპი მიიჩნევს, რომ თეირანი ახლა დამარცხებულია, რეგიონში დომინირება აღარ შეუძლია და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ რეჟიმი ბოლომდე არ დაიშლება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ლიბანის პრეზიდენტს აფრთხილებს, თავად განეიარაღონ ჰეზბოლა წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მძიმე ფასს გადაიხდიან. იმოქმედეთ, სანამ ჩვენ იმაზე მეც გავაკეთებთ, ვიდრე აქამდე, მიმართა დღეს ისრაელ კაცმა ჯოზეფ აუნის. მისი თქმით, ლიბანმა არ შეასრულა 2024 წლის შეთანხმება, რომელიც ჰეზბოლას განიარაღებას ითვალისწინებდა. კატარმა ირანის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. გამოცემა Iran International-ის ცნობით, კატარის მთავრობამ ქვეყანაში მდებარე სასტუმროებს ირანის საელჩოს თანამშრომლების მიღებაც აუკრძალა. შვედეთის სანაპირო დაცვამ ბალტიის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სატვირთო გემი დააკავა. სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, გემი გვინეის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა. ის უკრაინის მიერაა სანქცირებული.